ბოლო 100 წელია, რაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ორჯერ გაიზარდა, მაგრამ ბიოლოგიური საათი არ შეცვლილა. ფერტილობის შენარჩუნება, ეს არის 21 საუკუნის გამოწვევა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია. ხალის ბიოლოგიური საათი არის ჩართული და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეს ბიოლოგიური საათი არის შეუქცევადი. 32 წლის ნინის ჰქონდა ბევრად უკეთესი ფოლიკულური რეზერვი, ვიდრე 28 წლის ნინოს. ფოლიკულების რაოდენობა და რეზერვი უკვე პრაქტიკულად ნულს უახლოვდება. პროცენტი იყო მხოლოდ და მხოლოდ 15. დღეს არის 25-დან 40%-მდე. მას ძალიან დიდი როლი უჭირავს რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევაში. თუმცა შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ამას აქვს გავლენა რეპროდუქციულ პოტენციალზე, როგორც ქალის ორგანიზმში, ასევე მამაკაცის ორგანიზმში. თქვენ რომ ავტომობილის ტექნიკურ დათვალიერებას აკეთებთო, აი იმ დათვალიერების დროს თქვენ ხო არ მიდიხართ იმიტომ რომ მანქანას აღმოუჩინოთ პრობლემა, არამედ მიდიხართ იმიტომ რომ დაათვალიეროთ და ეს ავალდებულოა. ამას სახელმწიფო ავალდებულებს. აი ამას სიმპტომი არ გააჩნია, უბრალოდ ეს პროცესი მიმდინარეობს თავისთვის წლების მანძილზე ბიოლოგიურად. დრო არის განსაზღვრელი რეპროდუქტოლოგიაში, ხო? ავუხსნით ჩვენს მაყურებელს, როგორ უნდა შეიმოწმოს ქალმა თავისი რეპროდუქციული პოტენციალი. იცით რა, თქვენ დროა იფიქროთ შვილოსნობაზე.